ხომ სტამბულში? რა არის? Shame on you Turkish Airlines. მე კი რაღამ გამომიჭირეს. მე ცივა. მე დაბადების დღე მაქვს. თანთელი არ მაქვს. მე ძალიან გმაყოფ. მოთმინება. ეს ბედნიერი მომენტი ცხოვრებაში აღარ მექნება და რაღაცა ვიცხოვრო. სამსახურიდან წასვლის განცხადებას და ხელის მოსაწერად. გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ ხარა? არა გოგოატრია ჯერ. ხო დღევანდელი ვლოგი იწყება აეროპორტიდან. ეს არის, ეხა არის 4 საათი და 21 აგვისტო. ჩემი დაბადების დღე 5-ზე მიხვდებოდით ალბათ. დიახ. ვართ ახლა გეიტთან და ველოდებით ჩასხდომას, რომელიც როდის იქნება 1-2 საათში. ან შეიძლება ნაკლებში. მივდივართ სტოკჰოლმში. შესაბამისად, ეს ვიდეო გაგრძელდება სტოკჰოლმის სტამბული. არა, ჯერ ხო სტამბულში. რა არის? ა 22 წლის გავხდი. ცოტა არ მჭირა. და ცოტაც მეძინება კიდეც. კი მეძინა 2 საათი. ან არც 1 საათი ალბათ. მაგრამ მაინც წავედი. რო ავედით უფრინავში, ქუდი ხომ ეხურა რა და დაბადების დღეს გილოცავთო. სტიუარდესამ მითხრა. სტიუარდესა კაც რა ქვია? სტიუარდესი? სტიუარდი. გილოცავო რა და მადლობა მეთქი ქუდის გამო მეგონა რომ მიხვდა რა და მე მიაო და მეთქი საიდან იცი მეთქი და ჩვენ ვნახეთო. ხო და რა ვიცი, აბა საჩუქარს ველოდები Turkish Airlines-გან. ჩამოვედით. გამარჯობა მეგობრებო. მე კი რაღამ გამომიჭირეს. ხო და ახლა ველოდებით ავტობუსს. Turkish Airlines-გან საჩუქარი არ მიმიღია. Shame on you Turkish Airlines. მაგრამ მე საზღვრამ სამაგიეროდ მომილოცა დაბადების დღე. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ჩვენ გამოვედით. დიახ. ეხლა ჩვენ წამობრძანდით. ჩვენ გამოვედით ეზოში. სახში როცა მოვედით. უკვე მალევე ძალიანაც არ ცივა. მალევე ცივა? ეგრევე მოვემზადე. ცოტა ცივა. ახლა მივდივართ რესტორან ფლორენ რაღაცაში. დიახ. მე ძალიან მაგარი ფიტით ვარ წარმოდგენილი, ყველაფერი ერთმანეთს ძალიან შეხამებულია, ეს ყველაფერი გათვლილი იყო. და მოგესალმებით გაჩერებიდან ცოტა აგვიცივდა და ამიტომ ესეთ შარფებში ვართ. წარმოდგენილი და ტეტესეპტი მაქვს C ვიტამინით და თუთით და დავიოთ რომ მოვოთ ცხელი კი. ხო და ველოდებით ავტობუსს მივდივართ იტალიურ რესტორანში. დიახ. მივდივართ იტალიურ. მიკროფონი აქ მაქვს და სად ვლაპარაკობ. ანუ მიუჩვეველი ვარ, მაპატიეთ მომიტევეთ. აი ვაფშე რომში აღარ. ისიჩუმე რო ხო ხვდებით. გარშემო სრული სიწყნარი და ირმები სად არიან ხოლმე? აუ. ჯობა ქალბატონო მია თავდაჯერებულად და ისე მიდიხარ ხალმახიანად. იცით რა არის? მე უკვე 2 საათია გზაში ვარ. იმისთვის რომ ჩემი დაბადების დღე აღვნიშნო. გზები აგვერია. არენდოთ კვაცა. არენდოთ გზებში. იმიტომ რომ აი ხალხი დაგცინი. ხო და რა კარგია, აი ხალხი რო გიცინის და შენც იცინი. მე მგონი მაგდონალდში ამოვყობ თავს. კი არ ვარ წინააღმდეგი. წამოდი ერთი რა. წამოდი, კეჩუპი დავაწეროთ 22. საერთოდ თუ არსებობს ეგ ადგილი?
ძალიან გამიხარდებოდა. ხახნო არ მჯერა არსებობს, თოვლის ბაბუა არსებობს. და აი ეს ადგილი თურმე არსებობს. Далее. ეს რა კაია. დაი ეს რა? ეს დაიდება, არა, ხო დაიდება, არა, როცა თბილისში რო ჩავალ, მაშინ დაიდება ფოტოები. რატო? გეშინია თვალის? მოწმინდა ხო ყველაფერი ჩემი იმითი აკლემის იმითი რა. მინდა დაგათვალიერებინოთ როგორი ლამაზი გარემოა ირგვლივ. არა, მეც არ ამიშავს. სანთელს არ მაკრობინებენ. დაბადების დღე მაქვს და სანთელი არ მაქვს. და რო უთხრა იქნე მქონდეს. პატარა. აი რომ მოიტანო. და მოკლედ მე ძალიან გმოყ. მოთმინება. ხო და მე ძალიან გმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით კი არა და უკვე დღეღამით თუ კაროჩე რაც არის. Happy birthday. We were keeping this as a surprise. Everyone lets you know. It's a beautiful organization. I get me shall be sures. Video მეგობრებო, მეკო მეტროში უცხო კაცებს უყურებს და ამბობს რა კარგი ტანი აქვს შეხედა. რა კარგი კადრია თქო გოგო ტანი. რა კარგი კადრია. უი. სხვათა შორის იცი რას გეტყვი აქედან რო ჩავალთ, მიდივარ ტაქსით რო იცოდე. იმიტომ რომ იმ აღმართზე მე ამ ქუსლებით არა ვალ. სახლამდე რო არის. ყველა. ვაი მე რა დაიდგავცი. იმენა დავიშოკე. გიგენ მოხელი მტყვის. ნო, კაჯი. Quantum ხელი მტყვა. Tiramisut. Thank you. She said yes. Kogu მართლა საყურელია. გამარჯობა მეგობრებო, ეხლა არის 7:03 წუთი, 7-ზე იღება კარი. ჩვენ ველოდებით უკვე 9 საათია ვდგავართ რიგში. მიანკოს რიგში დგომა არ უწევს, მაგრამ მაინც როგორც საუკეთესო მეგობარი წამომყვა. და დღეს რო თიკამ ჩართო დილით ეგ მომეწონა ძალიან. დღეს რო თიკამ რომელიც ჩართო. თავს მოვიყო იქედა რომ გამო, იმიტომ რომ ანუ ეგეთი ბედნიერი მომენტი ცხოვრებაში აღარ მექნება და რაღაცა ვიცხოვრო. ეს გოგო გამაგიჟებს. მოკითხა ხო მე ვიდეო რეალურად ესეთ დიდ კონცერტზე პირველად. თან გვანცა მეუბნება რომ ეს არისო once in a lifetime და ანუ პირველ კონცერტზე მიდის მეგობრებო ესეთ რაღაც მასშტაბურზე და პირველი ვარი დრეიკის ანუ she's so lucky. They gon' tell the story of us came when we needed shoes, God's man.
მეგობრებო ჩანო არ მეგობრებო ძალიან კაი იყო მიაკო შეაბრუნა და ეხა უთხარი რომ მართლა ძალიან კაი იყო შეაბრუნა ანუ მართლა ანუ ხოდა ერთი გოგო ისე აყირავდა ესე ხო იყო და სახით წავიდა ესე ეთყობა მთვრალი იყო ანუ გათხლეში ვიდა და მეკითხება რომ ჟაკეტი მეცვაო რა და საიდან მოვედიო ხო არ გახსოვსო აქედან თუ აქედანო ანუ ძალიან გიჟე იყო აზე არ ვარ რაც მოვიდა იმაში აუ რა ამაზია გოგო აიჯერა ყოფებით საერთოდ რაღაც ხომას ადგილას სად ვარ ვერ კეთობთ არ ვიცი მეფის ხოველების პარკში ვარ აქ ნადირობდა სამეფო ოჯახი ესე იგი ძალიან კარგი ადგილია და რაზე ნადირობდნენ იმაზე ირმებზე და პატარა ცხოველებს და სასახლე ის არის ალბათ სასახლე არა იქით არის უფრო ცენტრში აჰა ანუ ესე შორს გამოდიოდნენ სანადიროდ ცხენით მოდიოდნენ რა 1 კილომეტრი 2 ხო მოაჭენებდნენ ცხენებს შემოღობილია ეხლა განახებთ გავატრიალებ კამერას სილამაზეს აი ეს ჩვენი გვანცა ფიქრობს მტკვრის პირას დრეიკზე ფიქრობს რამდენარეა ეს მაგის პირას მოკლედ ვინ ყველაფერი დავაგდე რაც შეიძლება რომ დამეგდო ой, ახლა გარეთ ცივა ალბათ. ცოტა ხანი არ ვშვის. გამარჯობათ. ახლა ვართ გემზე. გემი ჯერ არ გასულა. და ჯერ არც მაღაზიები გახსნილა. იმიტომ ველოდებით მაგ ყველაფერს.